ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დემოკრატიის ინსტიტუტმა იმერეთში გასვლითი საექსკურსიო ტური მოაწყო. აჭარასა და ზემო სვანეთის მცხოვრები პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ოჯახის წევრებმა პრომეთეს ღვიმე, გელათი, მოწამეთა და ბაგრატის ტაძარი მოინახულეს. ტურის უსასყიდლოდ მოწყობა დაცული ტერიტორიების სააგენტომ უზრუნველყო. პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი 2013 წლიდან ახორციელებს. ის რეაბილიტაცია, რესოციალიზაციას, იურიდიულ დახმარებას და პროფესიული უნარჩვევების ჩამოყალიბებას მოიცავს. ჩვენ ასევე ვალდებულები ვართ, რომ ესეთი ადამიანები, ან ფენა, ადამიანთა ჯგუფი, თვის ხელმისაწვდომი იყოს ეს, ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ხოლმე ან უფასო დაშვებას, ან თქვათ მნიშვნელოვან ფასდაკლებას იმ სერვისებს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოების სხვა ფენებს, თქვათ გადახდით და საფასურით, მათთვის არის უფასო. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება უკვე წელიწად ნახევარზე მეტია. ძირითადად გულისხმობს აჭარისა და სამეგრელოს ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პატიმართა, ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა, ასე ვთქვათ, მათი ოჯახის წევრთა რეაბილიტაციას. ეს მოიცავს ძალიან მრავალხმე კომპლექსურ საქმიანობას. ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამჭირდა და კიდევ ერთხელ მოვიდოდი აქ.